დღეს გვექნება unboxing-ი აი ამ ახალი პროდუქტის, ანუ ბოლო ვერსია Godox-ის ტრიგერის, რომელსაც ქვია Godox X3 და გავხსნათ და გვაქვს ეს ინსტრუქცია შიგნით. პირველი ამოვიღოთ ეს ტრიგერი, მანუალი, კაბელი, მეტი არაფერი არ გვაქვს ჩვენ ყუთში. ტრიგერი ჩვენ გვაქვს ესეთი თავის პატარა ჩანთაში და მოდით გავხსნათ. მეგობრებო, ვინც არ იცის, მე მაქვს ჩემი ფოტოგრაფიის აკადემია, სადაც ვასწავლი ფოტოგრაფიას. მე მაქვს ორი კურსი. ეს არის ფოტოგრაფიის კურსი, სადაც მე ვასწავლი ფოტოგრაფიას ნულიდან, საერთოდ აი ნულიდან არაფერი არ იცით, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნულიდან ისწავლოთ ფოტოგრაფია. ასევე მაქვს ფოტოგრაფიის პრო კურსი, Fashion and Beauty ქვია, სადაც ვასწავლი სტუდიურ გადაღებას. სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, სტუდიური გადაღება Fashion და Beauty სტილში, ასევე გვაქვს იქ ეხა ბონუსად იანვარში რაც იწყება კურსი, გვექნება პლუს ბონუსად ფოტოგრაფიის 3 გაკვეთილი. ასე რომ, ვისაც კიდაც სწავლა ფოტოგრაფიის ყველას გელოდებით ჩემს კურსებზე 11 იანვარს იწყება საბაზისო კურსი, 12 იანვარს იწყება პრო კურსი. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ადგილები არის შეზღუდული. ინფორმაციას ნახავთ ვიდეოს აღწერაში, მექნება ლინკები, შეგიძლიათ შეხვიდეთ Facebook გვერდზე, ფოტო აკადემიის Facebook გვერდზე და მანდ პირად შეტყობინებაში მიწეროთ ადმინს და დარეგისტრირდეთ კურსებზე. ვიზუალური მხარე. ვიზუალურად ეს ტრიგერი ძალიან მომწონს, რადგან არის ესეთი პატარა დახვეწილი დიზაინის მინიმალისტური და პლუს აქვს ეკრანი. ეკრანი ფერადი OLED ეკრანი აქვს მაღალი რეზოლუციის. ასევე ეს არის touch screen, ანუ ჩვენ შეგვიძლია მართოთ ეს ტრიგერი როგორც touch-ით, ანუ ხელით, თითებით, ასევე აქვს გვერდიდან ჯოისტიკი, თუ თქვათ არ გიდათ ხელით მართოთ, touch-ით, შეგიძლიათ ჯოისტიკით მართოთ. ეკრანს აქვს მაღალი კონტრასტი სხვათა შორის და ასევე ჩვენ შეგვიძლია ეკრანის, ასე ვთქვათ, brightness-ი ვაკონტროლოთ, რაც ძალიან კაია, მაგალითად, როცა ვართ გარეთ მზიან ამინდში, ანუ მზეურ თავს და შეგვიძლია ბოლომდე ავწიოთ და არ გვექნება პრობლემა ყველაფერს დავინახავთ. ტრიგერს არ აქვს ბატარეები, როგორც ძველებს, ანუ ძველებში ჩვენ გვჭირდებოდა ბატარეების ჩადება, აი ესე, როგორც ხედავთ, ჩვეულებრივად, ხო, ორი თქვათ ბატარეა იდებოდა. ამ შემთხვევაში ამ ტრიგერს უკვე აქვს შიგნით ლითიუმის ბატარეა, რომელიც იტენება ჩვეულებრივად USB Type-C კაბელით, როგორც მობილური ჩვეულებრივად შეგიძლიათ მობილურის დამტენით დატენოთ ეს ტრიგერი. სრულ დატენვას, როგორც უწერია, ანუ 0-დან 100%-მდე ჭირდება 2 საათი. Stand-by რეჟიმში სრული დატენვით ამ ტრიგერს შეუძლია რომ იმუშაოს 7 დღე. რაც შეეხება გადაღებას, ასევე დაახლოებით 7000 კადრამდე შეგიძლიათ გადაიღოთ ერთი დატევით. ანუ 7000 ჯერ ასე ვთქვათ, გაისვრის ეს ტრიგერი და მე უკვე ასე ვთქვათ დაждდება ელემენტი. მაგრამ 7000 კადრი, ძალიან ბევრია, ანუ ასე ვთქვათ, არ არის სანერვიულო რომ ტრიგერი დაждდეს გადაღების დროს. მაგრამ თუ მაინც და მაინც ხედავთ რომ ტრიგერი ჯდება გადაღების დროს, აქვს კიდე ერთი კაი ფუნქცია, როცა ჩვენ შეგვიძლია power bank-ი მივუერთოთ და პირდაპირ იმუშავებს, ასე ვთქვათ, power bank-ით, მიერთებული power bank-ით. ამ ტრიგერს აქვს, რა თქმა უნდა, ყველა რეჟიმი, როგორც არის TTL რეჟიმი, HSS რეჟიმი, სრული manual რეჟიმი, ასევე ამ ტრიგერს, რა თქმა უნდა, აქვს. ზომა რო შევადაროთ, მაგალითად ეს არის ბოლოს წინა ვერსია, ეს ტრიგერი ეს დიდი და ეს ტრიგერი, ხო? ნახეთ, სხვაობა ზომაში, ხო? ნუ ძალიან დიდი სხვაობა არის ზომაში. ეს ტრიგერი არის პრინციპში აი ამ ეკრანზე უფრო პატარა. აი ნახეთ, როგორი გვაქვს ვიზუალი, ხო, უფრო ესეთი, ასე ვთქვათ, კომპაქტური და უფრო სასიამოვნო. ეხლა რო გავუკეთოთ მაგალითად აი ეს ტრიგერი, ნახეთ, როგორი დიდი სხვაობაა, ხო, ეს ტრიგერი რაღაც არის ძალიან დიდი და აი მით უმეტეს არ უხდება უფრო კომპაქტურ კამერას, აი როგორც ხა მაქვს Fuji X-T5 ხედავთ და რამ ხელა ეს ტრიგერი, ხო? რაც შეეხება hot shoes, ანუ სამაქს, ჩვენ მქონდა ეგეთი სისტემა, როცა თქვათ ჩვენ ვატრიალებდით, კამერაზე ჯდება, მე ამას ვატრიალებდით და ასე ვთქვათ, ვჭიმავდით hot shoes-ზე. მე გამოუშვეს ესეთი ვერსია, სადაც ჩვენ გვაქვს ესეთი ფიქსატორი, რომელიც ასე ვთქვათ, უნდა მოუშვათ, კამერას გავუკეთოთ და მე ასე ვთქვათ, ის მოვჭიმოთ. ამ შემთხვევაში აქ უფრო მარტივი სისტემაა, უფრო კომფორტული, არაფრის ასე ვთქვათ, არ გჭირდება მოშვება, პირდაპირ იდება კამერაში და მე როცა უნდა ამოვიღო ტრიგერი, უბრალოდ ვაჭერთ ამ
ღილაკს და გამოდის. ესეც არის ძალიან დიდი პლუსი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. როცა ყიდულობთ ეს ტრიგერს, ეს ტრიგერები გამოდის ყველა ბრენდისთვის, მაგალითად Sony, Canon, Nikon, Fuji და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ტრიგერი არის Nikon-ის ვერსია. ანუ, როცა ყიდულობთ ტრიგერს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომელი ბრენდის ტრიგერი არის. ვიზუალურად ყველა ტრიგერი აბსოლუტურად ერთნაირია, Canon-ის, Nikon-ის და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში უნდა ეწეროს X3 N. ეს როცა Nikon-ისთვის ყიდულობთ, N ნიშნავს Nikon. X3C ნიშნავს Canon-ის, X3F ნიშნავს Fuji-s, X3S ნიშნავს Sony-s და ასე შემდეგ. აუცილებლად იყიდეთ ტრიგერი თქვენი ბრენდისთვის. შეგვიძლია ჩვენ მაგალითად ეს Nikon-ის ტრიგერი დავაყენოთ, ვთქვათ, Canon-ზე ან Fuji-ზე და იმუშავებს. უბრალოდ ერთადერთი რაც არ იმუშავებს, ეს იქნება TTL რეჟიმი და HSS რეჟიმი. ანუ მხოლოდ მანუალ რეჟიმში იმუშავებს. მე მაგალითად მაქვს Nikon-ი და Fuji ორი სისტემა და პრინციპში მუშაობთ Nikon-ის ტრიგერით. ჩვეულებრივად Nikon-ზე რა თქმა უნდა მუშაობს, Fuji-ზეც მუშაობს, უბრალოდ უკვე როცა ვაყენებ Fuji-ზე არ მუშაობს TTL რეჟიმი და HSS რეჟიმი, რაც მე სტუდიაში არ მჭირდება. სტუდიაში მჭირდება მხოლოდ მანუალ რეჟიმი. ანუ შეგვიძლია ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად ვიმუშაოთ. რო შევაჯამოთ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის დიდი ნაბიჯი წინ, იმიტომ რომ ძველი ვერსიები იყო უფრო დიდი, უფრო ასე ვთქვათ, ეს კალკულატორის ეკრანით, ხო, დიზაინი დიდად არ გამოირჩეოდა, იყო ბატარეებზე და ასე შემდეგ. ეს არის უკვე დიდი ნაბიჯი წინ, გვაქვს უკვე ლითიუმ ბატარეა, რომელსაც ვტენით, გვაქვს touch screen OLED ეკრანი, რაც არის ძალიან დიდი პლუსი და საერთოდ ძალიან მომწონს, რომ Godox უკვე გადადის ამ ეკრანებზე, ახალ ვერსიებში, სტრობებში, ფლეშებში და ასე შემდეგ, უკვე ყველგან აქვს ეს, ასე ვთქვათ, OLED ეკრანი, რაც არის ძალიან კარგი. ასე რომ ყველას გირჩევთ, რა თქმა უნდა, იყიდოთ ბოლო ვერსია. ფასში დიდი სხვაობა არ არის, როგორც ვიცი, ამიტომაც აზრი არ აქვს ძველის ყიდვას. ეს, რა თქმა უნდა, ბევრად ჯობია. ამ ტრიგერის მენიუს სრული განხილვა მექნება შემდეგ ვიდეოში, ასევე გაჩვენებთ როგორ უნდა მართოთ ეს ტრიგერი, როგორ გამოიყენოთ და ასევე როგორ დააკავშიროთ განათებასთან. აი ეს იყო მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო ეს ვიდეო თქვენთვის. არ დაგავიწყეთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, აი ქვემოთ რაც ღილაკები არის, ყველაფერს დააჭირეთ. ასევე დარეგისტრირდით ჩემს ფოტოგრაფიის კურსებზე, ეხლა 11 და 12 იანვარს იწყება, აღწერაში დავტოვებ ლინკებს. ასევე გაწევრიანდით ჩემს ფოტოგრაფიის ჯგუფში, რომელსაც ქვია ფოტოგრაფები საქართველოდან. ასე რომ გისურვებთ ყველას წარმატებას და მომავალ შეხვედრამდე.